8000 მეტრი. სიკვდილის ზონა. ამ სიმაღლეზე ყველაფერი შენს მოკლას ცდილობს. -45 გრადუსი ყინვა, უჟანგბადობა, უბედური შემთხვევის მაღალი რისკი და შიში. ეს უკანასკნელი ყველაზე სახიფათო მტერია, რადგან თუ ის შენში შემოვიდა, მისგან თავის დაღწევა თითქმის შეუძლებელია. მაგრამ მე უკვე იმ წერტილში ვარ, საიდანაც უკან ვეღარ დავიხევ. ეს ყველაფერი რეალობაა, მეგობრებო. ამ მეტალის ყუთიდან გასასვლელი მხოლოდ ერთია. კარები, რისიქითაც უსასრულო კოსმოსია, უსასრულო სიჩუმე. ზოგჯერ აუცილებელია ძალიან მაღლა ახვიდე იმისთვის, რომ დაინახო თუ რა ძალიან პატარა ხარ. Sometimes it has to be not really high. Or small you are. ეს სიტყვები ფელიქს ბაუმგარტნერს ეკუთვნის. ადამიანს, რომელმაც კაცობრიობის უდიდესი ოცნება, რეალობად აქცია და 36000 მეტრის სიმაღლიდან გადმოხდა. მან ამით ყველას აჩვენა, რომ ეს შესაძლებელია. Now you can see from the little dot, there's the applause. ჩემი ნახტომით მე არ ვეჯიბრები ფელიქს, ან ვინმე სხვას. მე ვეჯიბრები საკუთარ თავს, რომელმაც ძალიან დიდი გზა გამოიარა იმისთვის, რომ აქ მოხვედრილიყო. ამ ვიდეოში Red Bull-თან ერთად მეგანახებთ ამ დაუვიწყარი და ჩემთვის უმნიშვნელოვანესი მოგზაურობის ყველა საინტერესო დეტალს. გონი ეგ არის. ჩვენი თავგადასავალი იწყება. ამ მოგზაურობაში ჩვეულებრივზე მეტად ნერვიულობ, რადგან Halo Jump-ი უბრალოდ ნახტომი არ არის. ნახვამდი საქართველოს. რამდენიმე დღით ვემშვიდობები ჩვენს ქვეყანას. მართალია მიწიდან ცა უსასრულოდ გვეჩვენება, მაგრამ ზემოდან დანახული ყოველი მეტრი განსხვავებულია. მე კი ამჯერზე დაახლოებით 3000 მეტრით უფრო მაღლა მიწევს ასვლა. ეს დაახლოებით ისეთი შეგრძნებაა, მთელი ცხოვრება მინი სტადიონზე რომ თამაშობდე და უცებ ხალხით სავსე დინამო არენაზე აღმოჩნდე. ამისთვის კი განსაკუთრებული მომზადებაა საჭირო. ჯერ ლიონში მივფრინავ, სადაც ჩემი მენტორი გრეგი დამეხმარება. ჩამოვედი ცხელ ლიონში. It's very hot. მასთან ერთად წინ ძალიან ბევრი საცდელი ფრენა და ვარჯიში მელოდება და თუ ყველაფერმა იდეალურად არ ჩაიარა, დიდი შანსია რომ ნახტომი ვერ შედგეს. ამიტომ ლიონში ჩაფრენისთანავე პირდაპირ სავარჯიშო მოედანზე გავრბივართ. მოვედით და სასტრაფოდ უნდა ავიდეთ, იმიტომ რომ 3 წუთი დარჩა ტუნელში შესვლამდე. სირბილით გავდივართ, მოვედით iFly ლიონში, არ მიფრენია ვინ ტუნელში. დაახლოებით 10 თვეა ალბათ და ვნახოთ აბა თუ მახსოვს საერთოდ ფრენა. Hello. I'm flying with Greg. How are you? Good to see you. Yeah. So put off the swatch and everything. Yeah, but where is the changing room here? ეგ არის. Let's go finally. მოკლედ, ეხლა ვნახოთ თუ მახსოვს რამე. Halo Jump-ისთვის მომზადების პროცესში ვინ ტუნელის skydivers ძალიან გვეხმარება. იმიტომ რომ ეს არის ადგილი, სადაც შეცდომებს დიდი ფასი არ აქვთ. სადაც სწავლობთ სხეულის კონტროლს, სტაბილურობას და მანევრს. See, almost 1 year and he flies better than before. რეალურად აქ ვარჯიშობთ იმ მოძრაობებს, რომლებიც ცაში კილომეტრების სიმაღლეზე სულ რაღაც 1 წუთში უნდა გავაკეთოთ. გარდა ამისა, ვინ ტუნელი იდეალური ატრაქციონია ყველასათვის, ვისაც ჯერ კიდევ არ გაურისკავს პარაშუტით ხტომა. და დიდი იმედი მაქვს, რომ საქართველოშიც მალე ვიხილავთ, რადგან დამიჯერეთ ამ ტურბინაში გატარებული 30 წამიც კი დაუვიწყარი გამოცდილება იქნება. პირველი 10 წუთი გავიარეთ. რეალურად 10 წუთიანი ფრენა გრძელდება 9 საათი, იმიტომ რომ 2 წუთით შედიხარ და მერე სხვა შედის და ესე ინაცვლებით, იმიტომ რომ გადამულად 10 წუთი ძალიან დამღლელია რა, განსაკუთრებით ვარჯიშის დროს. პირველად ამ შესვლაზე ვისწავლე sit fly. ანუ დამჯდარი ფრენა რა, ძალიან მნიშვნელოვანია და რაც არის საფუძველი იმისა, რომ მე head down-ზე გადახვიდი, ანუ თავი დაბლა, ფეხები მაღლა და მე გადასვლები შეძლო. აი, მე არ ვიყო გიორგი დანელია, აქ თუ ესე არ ვიფრინო რა, აი უეჭველი მაგას ვიზამ. აი, ესე უნდა ვიფრინო ტუნელშიც. და ნუ ცაში ხო რა თქმა უნდა, ვიფრენ. რამდენიმე წლის წინ, როდესაც ჩემი მიზანი 100 ნახტომის შესრულება იყო, Red Bull-მა საოცარი შესაძლებლობა მომცა და სევილიაში skydiving-ის ოსტატებთან, მარკოებთან ერთად გამიშვა. ეს გამოცდილება ფასდაუდებელი იყო, თუმცა დღეს ბევრად უფრო რთული გამოწვევის წინაშე ვარ. საბედნიეროდ ჩემთან არის გრეგი, Free Fly-ის მსოფლიო ჩემპიონი და 11 გზის რეკორდსმენი, რომელსაც 10000-ზე მეტი ნახტომი აქვს შესრულებული. ნუ 10000 ანუ სანამდე ცითვლიდა. ვიცი რომ ცაში ისეც არაფერს გადავეყრები, რაც გრეგს ჯერ არ გამოუცდია და ამის ცოდნა ცოტა არ იყოს მამშვიდებს. მაგრამ არასოდეს თქვა, არასოდეს. მოვედით დროპ ზონაზე ლიონში, სადაც პირველად ვარ და სადაც რამდენიმე წუთში უკვე ჰაერში ვიქნებ. ვინც შემოვერთებით skydiving-ის სამყაროს, მე მივხვდებით რა ბედნიერებაა, როდესაც დროპ ზონაზე მოდიხარ. ნახე ხალხი როგორ ცხოვრობს, რო იცოდეთ, კარვებში, living van-ებში. ეს სფერო ესეთია რა. skydiving community-ში ყველა ერთმანეთს იცნობს, ყველა ერთმანეთს გვერდში უდგას, ისეთი ჯანმრთელი, ჯანსაღი და ისეთი ბედნიერი სპორტია რა. შეიძლება ესე ითქვას, იმიტომ რომ ფრენა წამზე, საღამოთი მერე ერთად დასხდომა საუბარი და ასე შემდეგ. მაგრამ ეხლა მანამდე მთავარია უსაფრთხოება, რეგისტრაცია და ყველაფერს გავივლით. დოკუმენტების ნაწილს ასე შემდეგ
და გავიმზადები უკვე საფრენო. ეხლა გავივლით ბრიფინგს ამ დროპ ზონაზე, აგვიხსნიან რაღაცეებს, როგორ დავждეთ, რანაირად და ასე შემდეგ. ახალ დროპ ზონაზე ყოველთვის ხდება იგივე. Okay. Yeah, I think Any that's question? it. No, I think I'm good. To jump with Val. Hi, nice Okay. to meet you. He's going George. to take care of you. This is your guy. Nice. Okay. Beautiful. ყველაფერი მზად არის, პარაშუტი მზად არის, მე მზად ვარ და ის დღე დამრჩენია კიდევ ერთხელ 1 წლის შემდეგ შევხვდე 4000 მეტრის სიმაღლეს და შევიგრძნო ის ბედნიერება, რაც იქ ხდება. იქ თუ არ მოხვედრილ ხარ, არის. როდესაც დიდი პაუზის შემდეგ პარაშუტს იკეთებ, ამ პროცესს რაღაც უცნაური შიშნარევი გრძნობა ყოველთვის თანახლავს. თითქოს არც პარაშუტს ენდობი ბოლომდე და არც საკუთარ თავს. ალბათ გაგიგონიათ გამოთქმა, რომ ორჯერ ერთსა და იმავე მდინარეში ვერ შეხვალ. ცაც ზუსტად ასეთია. ორი ერთნაირიცა არ არსებობს. ყოველთვის არის რაღაც ახალი, რაც მანამდე არ გამოგიცდია. ზუსტად ამის გააზრება ბადებს ხოლმე შიშს. თუმცა, როცა გაქვს მიზანი, სხვა გზა არ არის. ამ შეგრძნებებთან ერთად ცხოვრება უნდა ისწავლო. ყველა პირველი ნახტომი არის ემოციური ხოლმე, იმიტომ რომ ემზადები ნერვიულობ და რაღაცეები რა, მაგრამ რეალურად easy boy. დილის 7 საათი და 30 წუთი, ახალი დღე, ახალი მზე და ძალიან ბევრი ნახტომის დასაწყისი, იმიტომ რომ დღეს და ხვალ შაბათ-კვირა არის უკარო ამინდი და ძალიან ბევრი უნდა ვიფრინოთ გეგმა ეს არის. ეს ჩვენი Skyway-ი, საიდანაც გადმოხდებით რამდენიმეჯერ, თუმცა ასევე ყავს მეორე თვითმფრინავი, საიდანაც გადმოხდებით ხოლმე ბახმარო წყალი და კრეატინი და ილოცოს. ზოგადად ნახტომებამდე აუცილებელია გაწელვა, ყველა სპორტულ აქტივობამდე აუცილებელია გაწელვა, მაგრამ განსაკუთრებით ფრენებამდე, იმიტომ რომ მოხილობა გჭირდება ჰაერში თავისუფალი ვარდნისას და ცოტა გავიწელოთ და ვიბაასოთ საინტერესო თემებზე. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ აქ გვაქვს ზუსტად 3 დღე, უკვე 2 დღე დარჩენილი და შემდეგ გავეშვებით ნანტისკენ საბლ-დე-ოლონე, ვორცდები ესე ქვია ქალაქს და ზღვისპირა დროპ ზონაზე, სადაც უკვე მოვემზადებით უშუალოდ ჰეილო ჯამპისთვის. უშუალოდ ჰეილო ჯამპის ვარჯიშები იქ გვექნება. გუშინდელი ნახტომი, რომელიც მოვასწარეთ მხოლოდ ერთი, იყო იდეალური. თუმცა, რა თქმა უნდა, წინ არის ყველაფერი. Salut, on est à 2 minutes sur le Oui, WhatsApp on du tient, laisse-moi. du ცხოვრებაში ერთადერთხელ ვარ გადმოხტარი Skyway-დან და ის იყო გერმანიაში კვარას ჩელენჯს ვასრულებდი, კვარას მაისურით უნდა გადმოხტარიყავი და ალბათ ვიღაცებს გახსოვთ, მაგრამ აქაც განახებთ კადრებს, გადმოხტი და როცა პარაშუტის გახსნის დრო მოვიდა, არ გაიხსნა ეს და ლოცვილი. უბრალოდ დამაწყებინებს რეალი გადაინასკვა, ძალიან დიდი ხანი ვიწვალე, მეორე პრობლემა გაიჩიტა რაღაცა ჩახვეული ძლივს რო გავასწორე და მოკლედ კრიტიკულზე ცოტა დაბლა გავხსენი დაახლოებით 750-ზე რა. და ჯერჯერობით ეგ მოგონება მაქვს Skyway-თან, მაგრამ დღეს იმედია ეს ყველაფერი შეიცვლება და ბევრ ნახტომს მოვასწრებ. ესეც ასე მოვიდა ნახტომის დრო და ჩემს ბედნიერებას საზღვარი არ აქვს. დავიცვათ ჩვენი პარაშუტი, რომელიც უკვე ჩართულია. აი ეს არის მოწყობილობა AAD, რომელიც ესე ვთქვათ არის დაზღვევა იმ შემთხვევაში თუ თავისუფალი ვარდნით მიუახლოვდი ხმელეთს რაღაც კონკრეტულ მეტრზე, რომელიც დაყენებულია, თვითონ გახსნის რეზერვ პარაშუტს და არა მთავარს. ჩახსნა, რეზერვის გამოკრა, ალტმეტრი, რომელიც ყოველთვის ჩემთან ერთად არის და მიჩვენებს მეტრებს, სიმაღლეს და ამაზე დაყრდნობით ვიღებ გადაწყვეტილებებს, როდის გავხსნი პარაშუტს, რამდენი წამი მაქვს კიდე ჰაერში და ასე შემდეგ. და რა თქმა უნდა,
audible altmetri, რომელიც ჩაფხუტში მაქვს, რომელიც ხმას გამოყოფს, ესე ვთქვათ, გამოსცემს უბრალოდ და თვითონ ჩაფხუტი G4, რომელიც ძალიან მიყვარს და რა თქმა უნდა, Red Bull-ი, რომელიც ჩვენთან ერთად არის ამ ტრიპზე და რომელიც ყოველთვის მხარს მიჭერს მსგავს აქტივობებში. როგორც უკვე ვახსენე, წინა ტრიპი Red Bull-ის ათლეტებთან ერთად იყო, რომელმაც ძალიან დიდი გამოცდილება მომცა, ხოლო ეხლა კი ის გადაგვჩენია, რომ Skyway-დან გავაკეთოთ წელს აქ პირველი ნახტომი. Tom Cruise-ის exit-ი უნდა გავაკეთეთ. წავედით. ეგ არის, ჩვენი დრო დადგა, მეგობრებო. გრეგის Tom Cruise-თან გადაღებული ფოტო თქვენთვის ტყუილად არ მიჩვენებია. ალბათ ყველას გახსოვთ ფილმის შეუსრულებელი მისია და Tom Cruise-ის ის ლეგენდარული ნახტომი. ხო და დღეს სწორედ ამის გამეორებას შევეცდებით და ვნახავთ, იქნება თუ არა ეს მისია ნამდვილად შეუსრულებელი. ამ ნახტომებზე ჩემი მიზანია ახლა გავაუმჯობესო მიზანში დაჯდომა. ერთი სული მაქვს, როდის გადმოხტები 8000 მეტრის სიმაღლე. ახლა გავაკეთებთ Tom Cruise-ის ნახტომის მეორე ცდას, კამერა შევცვალეთ და უფრო გამორბენით გავაკეთებთ რა. 1 2 3 მე მგონი კარგი ექსიტი გამოვიდა. ოღონდ პატარა ცვლილება შევიტანე რა. Tom Cruise არ ქონდა. მე მგონი სალტო არ გაუკეთებია ფრონტ ფლიპი და აი ეგ დავამატეთ მე და ვალენტინმა, ჩემმა ახალმა მეგობარმა. თუ ძალიან მოვინდომებ, მიზანში დაჯდომა არ მიჭირს რა. წავედით. ეს ნახტომი გვეძღვრებათ ყველას, ვინც გულშემატკივრობ, ვინც იწერთ ჩემსახს და ვისაც გჯერათ, რომ აი ეს ამბავი გამოვა და დაიჯერეთ მეგობრებო, დაიჯერეთ რომ ეს ყველაფერი თქვენს გამოგივათ. აბა აქ კიდევ იმის თქმა მინდოდა, რომ თავარია შენი მიზნისთვის ყველაფერი გააკეთო და ამას აუცილებლად მიაღწევ. მოკლედ ნელა დავხვეწე ამასობაში რა ეს ლენდინგი, შვენდინგი, დამიზნება. ახალი პარაშუტი მჭირდება. სასწრაფოდ შეგვიძლია რამე კარგად დავბრენდოთ ნებისმიერი ბრენდით, რომელიც დაინტერესდება, შევუკვეთოთ და დაგვიმზადებენ. თან დაუნსაიზ გავაკეთებთ, ოდნავ პატარა გახდება, ბევრად სწრაფი და უკვე სხვა კატეგორიაში გადავალთ. მე მგონი დროა რა სიტყვით. ჩემს მიზანზე იმდენად ვარ გადართული და ფოკუსირებული, რომ სულ დამავიწყდა ლიონი რამდენად მრავალფეროვანი ქალაქია. მისი ისტორია და კულტურა ერთ-ერთი გამორჩეულია ევროპაში და ცოტა არ იყოს გულიმწყდება, რომ მის სრულფასოვან გაცნობას ამჯერად ვერ ვახერხებ. თუმცა, აღმოჩნდა, რომ ქალაქზე მეტად ჩემს გაოცებას გრეგი მოულოდნელი ამბით აპირებდა, რომელმაც მთელი ჩვენი გეგმები და მოგზაურობის მიმართულება რადიკალურად შეცვალა. So, Georgi, you ready? Yeah. Okay. I really wonder what's happening. Yesterday, a bit late in the day, I received a message from Pierre. He said that they just received a national restriction because of the heat. Yes, and I was like, wow. So everything that is outside activities are forbidden. Because of the hot weather? Yes, so you can play a little bit with it, but they say there is the gendarme, the cops. So this is the general restriction. Yes, so I was working on plan B, magic plan B, because I appreciate that you came from far away, Georgi, for me. So is that a good plan B for you, Georgi? So I propose you to do a high altitude still jump. Okay. It will be oxygen as well, and it's facing close to the Mont Blanc, actually a little bit higher than the Mont Blanc, which is the highest mountain we have in Europe. You jump there, right? No, I never did. We will do the first time together. Wow, this is nice.
France has recorded its hottest day since records began. 40 degrees Celsius. France has recorded its hottest day ever. როგორც ჩანს, სანამ მე მოსამზადებელ ბანაკში ვარჯიშობდი, ევროპას სიცხის ტალღა დაატყდა თავს, რომელმაც სამწუხაროდ ასობით ადამიანი ემსხვერპლა. საფრანგეთში განგაშის წითელი სიგნალი ამოქმედა, რაც იმას გულისხმობს, რომ გარი აქტივობების, მათ შორის ჰეილო ჯამპის შესრულება ამ კონკრეტულ რეგიონში უბრალოდ აიკრძალა. ადამიანურ სოფლთან შედარებით, რა თქმა უნდა, ჩემი ნახტომის საკითხი ძალიან უმნიშვნელოა, მაგრამ მაინც ვერაფერს უშვები იმ საშინელ შეგრძნებას, რომელსაც ყველაფრის თავდაყირა დაყენება იწვევს. ამდენი ხანი რო იჩალიჩებ, რო დაგეგმავ, რამდენიმე თვე, რო ესაუბრები პარტნიორ კომპანიებს, რო დაგეგმავ ყველა დეტალს, არ ვიცი ფრენას, განთავსებას, რო ნახავ ძალიან ბევრ ვიდეოს, რომ მოემზადები მენტალურად და ფიზიკურად და აი ყველა წამი რო გათვლილი გაქვს რა. და ბოლოს ესე შენგან დამოუკიდებელი მიზეზით რომ იცვლება გეგმა საკმაოდ არასასიამოვნოა. დამეთანხმებით ალბათ. იქ გრეგთან კიდე ვერ გამოვხატე ის ემოცია, უბრალოდ ალბათ ისიც შემეთყო, რომ დიდად არაფრთოვანდი მინიმუმ ამბით, მაგრამ როცა გამოვედით და მორჩით ხა ადამიანისთან მომერიდა კიდე რაღაცეები, უფრო გამიტყდა რა, მაგრამ კარგი ის არის, რომ ალტერნატივა გვაქვს, გეგმა B გვაქვს და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ეს გეგმა B არ არის უბრალოდ გეგმა B. ეს არის ისევ ჰეილო ჯამპი, უბრალოდ არა 8000-დან, არამედ 6000 მეტრის სიმაღლიდან, 6000-ზე აუქრინდებით. ჟანგბადის ბალონი გვექნება, თუმცა არა ჟანგბადის მასკები. და ყველაზე მთავარი რაც არის და რითიც არის ეს ნახტომი უკეთესი, შეიძლება ესე ითქვას, დაგეგმილი ნახტომისგან არის ის, რომ ეს ყველაფერი ხდება მონბლანის ფონზე, ევროპაში ყველაზე მაღალი მთის ესეთი მაგარი ხედის ფონზე და შეიძლება ითქვას, რომ ეს ცხოვრებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქტივობა და ექსპერიენსია. ალბათ ვიღაც რო გკითხავს ახლა რა გაკეთებიაო, ესე აქტივობის კუთხით თამამად ვიტყვი და შვილიშვილებს მოუყვები, რომ მონბლანის ფონზე 6000 მეტრის სიმაღლიდან ჰელიკოპტერიდან გადმოხტარ ვარ. კავკასიონის ფონზე ხო გადმოხტარ ვარ და გადმოხტარ ვარ რამდენჯერმე კახეთში. მაგრამ რაღაცები ყოველთვის ისე არ ხდება, როგორც გვინდა, თუმცა გამოსავალი ყოველთვის არსებობს. ამისიც მჯერა და მადლობა იმისთვის, რომ თქვენც ჩემს გვერდით ხართ და ის კომპანიები და ბრენდები, რომლებიც აი ესე ხართ მიმაგრებენ და რომლებთანაც ამ ამბავზე კომუნიკაციის შემდეგაც არაფერი არ შეცვლილა. მოკლედ გავვილით ლიონში, დავბრუნდებით სასტუმროში და ველოდებით საბოლოო დასტურს. იმედი მაქვს, რომ ყველაფერი დადებითისკენ გადაწყდება და ისე არ მოგვიწევს უკან დაბრუნება. ამ შეგრძნებებთან საბრძოლველად ისევ იმ ადამიანს მივაშურე, ვისთან ერთადაც როგორც იტყვიან ფრთები ავესხი. ანუ მარკოს. მან ალბათ ყველაზე კარგად იცის, რომ ამ სფეროში იმედგაცრუების გარეშე როგორც ჩანს არაფერი გამოდის. Hello. How are you? Fine, thank you. How are you? Good, thank you. My plan is now to day after tomorrow at 25 to jump from helicopter on Mont Blanc. First of all, if you go up to 6,000 meters, it's like less oxygen, so you need to have oxygen. If I handle this perfectly, what will be the next big thing I can prepare and think? What do you think? It depends a bit how much do you jump. The more you jump, the more experience you get. Everything is possible, right? Yeah. Yeah, as I know you have a good training and train for it, so yeah, totally. We will do it. I hope I can jump with you and listen your experience. I wish you all the best for your project and enjoy it. Thank you. Nice. ესეც ასე. მოკლედ, პირველად მივახმოდებით სიმაღლეს, სადაც ჟანგბადია საჭირო. თუმცა გამხნევებულები ვართ და ის გადაგჩენია, რომ ფრთები შევისხათ და ვიფრინოთ. რატომაც არა. დილის 8:30 მეგობრებო, კიდევ ერთი დილა გათენდა და იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი გეგმები შეიცვალა, დაგვემატა ერთი skydiving-ის დღე. შესაბამისად, ჩამოვედით ჩემბერიში, რომელიც არის ალპების გზად და ბუნებაზე მივხვდებით, რომ ულამაზესია ქაურობა, ჯერ არ შევსრულოთ დროპზონაზე, მაგრამ ხედავ, რომ ძალიან ლამაზი მთები არის. როგორც გრეგმა გითხრა, ეს არის ყველაზე ლამაზი დროპზონა საფრანგეთში. შეგახსენებთ, რომ ჩემი არხის ხარდამჭერი არის ნაბეღლავი, ქართველების საყვარელი წყალი, რომელიც ყოველთვის ხარში გვიდგას, ნაბეღლავით და ბახმაროთი გვამარაგებს და ხელს უწყობს აი ესეთი რაღაცების შესაძლებლობას. How are you, Greg?
You good? Yeah. აკაურობა ცოტა განსხვავებულია. An incredible athlete from wingsuits. Very Very, nice very, to very, very good. Also, Beautiful. Also, he developed the tandem wingsuits. Maybe Wow. you've seen some images now. Yeah, I saw the video yesterday. I even didn't know that it was possible. I mean, to do tandem with wingsuit. We didn't know either it was possible. You try first, right? We made it. ნახეთ, რამდენი ხანია ვცდილობ სათვალის შეძენას სპექტის და შემხდა. მოკლედ მეგობრებო, საქმე რაშია? საფრანგეთის კანონმდებლობის მიხედვით, ჩემი წონის და ნახტომების რაოდენობის ადამიანს არ შეუძლია გადმოხდეს ჩემი პარაშუტით, რომლითაც 130 ნახტომი მაქვს უკვე. So, Very small. Look. ეს არის რენტალი 220 ზომის, ესე ვთქვათ, პარაშუტის ზომაზეა საუბარი, ჩემი არის 190, მე კიდე პატარებას ვაპირებ უკვე 160 ჩასვლას, მაგრამ აქ 220 გამიკეთეს ახლა. What will be different with this jump? I mean, it will be more slow and stable, right? After opening. You're not gonna feel too much difference, except okay. that it's gonna normally fly more horizontal and break more. This is the runway, and we are just here. Yeah, lake is this way. The lake is this way. Mountains are there. ესეთ დატვირთულ დროპ-ზონაზე ჯერ არ გადმოხტარ ვარ. ცოტა ესეც ლეველი იმატებს, იმიტომ რომ აქეთ ერთ ფრენი დაფრინავს, იქეთ ჯეტი, აქეთ ჩვეულებრივი თვითმფრინავი, იქით პატარა სასწავლო თვითმფრინავები, ძალიან დატვირთული დროპ-ზონა არის, შუა აეროპორტშია ჩათვალეთ, აი რა ვიცი, თბილისის აეროპორტის ხელა არის ჩვეულებრივი რა, ახლა. ეს დრო ყველაზე მალე მოდის ხოლმე და მე უცებ გეძახიან რომ აი გიორგი დანელია სადა ხარ ჩვენი მეგობრებიც ადარიან და run We can train is too high. Yeah. It doesn't matter. So you hold the plane. When I have you, I look Karin, I push and I pull and we go. So strong chest, open legs, yes. And you fly with this, and you fly with this, and you fly with this, and you fly with this. შეგახსენებთ, რომ ეხლა ვაკეთებთ დღეს ზუსტად იგივე ნახტომს, რაც უნდა გავაკეთოთ ხვალ. ეს არის head down-ი, ანუ ერთად თავით დაბლა ვიფრენთ რამდენიმე წამი და შემდეგ უკვე sit flies-ზე გადავდივართ, ანუ დამჯდარი ფრენა და ბოლოს 1500-ზე უკვე ვიშლებით და 1200-ზე ვკრავ პარაშუტს. ეგ არის მოკლედ გეგმა ხვალ ჰელიკოპტერიდან. So for the head, then you put it back good. The movement is more like, imagine you need to push but straight with this. So you need to put your chin a little bit more not back. like this. Exactly. This. Exactly. Your legs, 90 degrees. And it's going to help to Sit. the whole position more. Yeah, because I'm not sitting, I'm on my legs now. Yeah, you're knee flying. We call that knee flying. It's a cool position though. Some people don't manage to do that. ახალ ბანაკში გრეგთან და სხვა ინსტრუქტორებთან კომუნიკაცია სულ სხვა დონეზე გადავიდა. 1000-ობით მეტრის სიმაღლეზე წვრილმანებიც კი გადამწყვეტია, ამიტომ ყველა შესაძლო სცენარს დეტალებამდე გავდივართ. ნუ ცაში ფიქრის რომ თითქმის არ არის, ამიტომ ყველაფერს მიწაზე ვსწავლობთ. იმედი მხოლოდ ერთია, როცა ზემოთ ვიქნები, ჩემმა გონებამ და სხეულმა ავტომატურად უნდა გაიხსენოს ის, რასაც აქ მიწაზე ვსწავლობთ. You need to push behind the chin. Push against my head. Perfect. Let's see. თუ დამამახსოვრდება, if I remember everything. I will take some post-it. Put the post-it inside the helmet for him. შპარგალკა. მოვიდა დრო სპეციალური ფორმით, კოსტიუმით. მიღარ მოხდომისა. ცოტა ცხელია, მაგრამ ერთი პლუსი აქვს. აქ აქვს ჯიბი. და შემიძლია მობილური წავიხო. ანელია რატო გონია მთელს ევროპას ჩემი სახელი.
ამ ნახტომზე პირველად გამომივიდა Sitfly. ეს იცით რაც ნიშნავს? ეს იმას ნიშნავს, რომ აწე გიორგი ხშირად იფუნს Sitfly-ზე. ესეც ასე, დღეისათვის ბოლო ნახტომი გვაქვს წინ, რაც ნიშნავს იმას, რომ ხვალ უკვე მომიწევს ამ ნახტომების გამეორება. ამაღამ დავბინავდებით, აქვე სახლს ვიქირავებთ 1 საათის გზაზე და დილის 8 საათზე მონბლანიდან ჩაგერთვებით. ესეც ასე, ამჯერად მეორე გადმოხდებით თვითფრინავიდან, ეგ არ მოხდება, კამერა არ გვექნება. ამიტომ სიტყვაზე უნდა მენდოთ, იმიტომ რომ ვიდეო არ ყოფილა. Have a good one, Georgi. ეგ არის. მე მგონი იდეალურად დავასრულეთ მოსამზადებელი პერიოდი, იმიტომ რომ ესეთი იდეალური ნახტომიც არ მქონია, სიტყვაზე უნდა მენდოთ და ლენდინგიც მოგები გადასარევი. ტბაზე ჩამოვედით ხვალინდელი რთული დღის წინ, ბოლომდე განტვირთვა გადავწყვიტეთ. გრეგმა წამოგიყვანა, წამოდით ტბაზე ჩავიდეთ. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ტბაო ჩვენთანო საფრანგეთშიო რა. და მოდი რამდენიმე წუთი დავსვოლდეთ და გავაგრძელოთ გზა შამონისკენ. Ice cream? ახალი subscriber-ი მყავს მეგობრებო, you can subscribe my channel. You can subscribe. Thank you. ახალი subscriber-ი შუა საფრანგეთიდან. ესეც ასე, ყველანაირი განტვირთვა, ყველანაირი მომზადება, ყველაფერი გავიარეთ იმისთვის, რომ შედგეს Halo Jump-ი. ძალიან ველოდები, იმიტომ რომ ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ფრანგბადის სუნთქვაზე გადავალ, ასე ვთქვათ, სიმაღლეზე და ასევე პირველი ქართველი ვიქნები, რომელიც Halo Jump-ს გააკეთებს და მოკლედ ეს ძალიან დიდ პასუხისმგებლობასაც მანიჭებს სხვა ყველაფერთან ერთად. რა მაგარია რა. ეს ვიღაცას რომ ჩემთვის ეთქვა 1 წლის წინ, 2 წლის წინ, 5 წლის წინ, 10 წლის წინ ხო საერთოდ ანუ ვერც დავიჯერებდი კი არა და ვერც გავიაზრებდი. საერთოდ არც კი ვიცოდი ამ შესაძლებლობების შესახებ, არც ვიცოდი skydiving-ის შესახებ, მაგრამ თავარია რას ეძება ადამიანი, რა გაინტერესებს და პლუს რამდენად რეალურად წარმოიდგენ შენს მიზანს. და აქვე ვამბობ, რომ თუ თქვენ რაიმეს წარმოიდგენთ, მის განსახიერებას ტვინში გააკეთებთ და დაიჯერებთ, რომ ამის გაკეთება შეგიძლიათ და თქვენ ყველაფერს ეცდებით, რომ ეს რაღაცა გააკეთოთ, აუცილებლად გააკეთებთ. არა აქვს მნიშვნელობა ეს იქნება 4000-დან ხტომა, 6000-დან ხტომა, ეს იქნება ბიზნესი, ეს იქნება ოჯახი, არ ვიცი, საქმიანობა, თავის დამკვიდრება, სხვადასხვა რაღაცეები, არა აქვს მნიშვნელობა. თავარია დაიჯეროთ საკუთარი თავის და შენი მიზნის და ამ მიზნისთვის ყველაფერი გააკეთო. მაგარი რეჩი მოვარდი. ეს სიტყვები უნდა ჩავიწერო მეგონი. ჩამოვედით შამანის რეგიონში, რომელიც არის ალპების ტერიტორია. ეს არ არის დროპ ზონა მოწყობილი ინფრასტრუქტურით და ასე შემდეგ. ეს ხდება ჩვენთვის, ვერტფრენი ჩვენთვის აფრინდება 6000-ზე, სპეციალური ეკიპირებით და ასე შემდეგ. მაგრამ ეხლა უნდა განსაზღვროთ, სად იქნება ლენდინგის არეა, ანუ დაждდომის წერტილი. ასევე განსაზღვრომიდის ქარის, კოლი აქვს გრეგს. დაახლოებით 20 წუთის გზაზე არის ჟენევა, შვეიცარიის საზღვართან ვართ. So what he said is you could land anywhere, which is here maybe twice bigger than Lyon, which is already one of the biggest drop zones in France. Yeah. But what about altimeter? If you look what is the 300 meters and 200 and 100 It means for it's going to be 100 more. More, yeah. So I need to count it on a live. Yeah. Okay. გარდა იმისა, რომ უშუალოდ Halo Jumps და ამ ყველაფრის ორგანიზებას ძალიან დიდი კონცენტრაცია სჭირდება, ცალკე საქმეა ამ ყველაფრის სწორად გადაღება და თქვენთვის გაზიარება. რისთვისაც წინა ღამეს ვემზადებით და ენერგიის ბოლო წვეთს კამერების მორგებას ვანდომებთ. დილის 7 საათი და 1 საათში რო იქ უნდა ვიყო, ვერც კი ვხვდები. ეხლა დავინახეთ რა ლამაზია ქაურობა, მაგრამ ჯერ ვერ ვაანალიზებ, ისეთი გათიშული ვარ. გამოვიძინეთ ასე თუ ისე 1-4 საათი. პარაშუტი აქ არის. რაღაცეებს ახლა შევალაგებთ და გავეშურებით ვერტფრენს.
have to use oxygen. So it's not the full mask, only the pilot will have the full mask. But this is totally new for me. Yes, that's what I wonder. It's new, but don't worry, it's just like a little tube. Greg will open the bottle and you have to like put the cannulas in your nose and then the oxygen will flow. And important thing is to stay calm and minimize your movement as soon as we start to use oxygen because your body will take more energy and we don't want anyone to be in hypoxic. What can be happen if it doesn't go well? The hypoxic and the landing. Hypoxia is very a problem. Like you don't know you're hypoxic until you land. It's like because you cannot judge anymore. And the worst case scenario is you don't pull. წავედით. ისევ იგივე მეტალის ყუთი და ისევ იგივე გასასვლელი. ერთი გზა, ერთი მიმართულებით. რაც შეეხება შიშს, ის არც არ წასულა, რადგან მას მეტალის ყუთში ვერ გამოკეტა. 3000 meters to all the way that we have to go. It's really important that you limitate all movements because every movement is going to take energy from your body. So you want to like stay super calm, breathe calm, like memorize your jump program, deep breath with the breathing the oxygen, breathe out slowly and then breathe in slowly, more slowly than usual. ერთმა ადამიანმა მასწავლა, რომ არა უშავს თუ გეშინია. შენ ვერ იქნები მამაცი ან გაბედული, თუ კი არ გეშინია. სიმამაცის არსი ზუსტად იმაში მდგომარეობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ შის გრძნობ, შენაკეთებ იმას, რაც სწორია. ზოგჯერ ყველაფერი ისე სწრაფად ხდება, რომ ვერ ახერხებ უბრალოდ გაჩერდე და ირგვლივ მიმოიხედო. შეიძლება შენს გონებაში მილიონი ხმა იპოვო, რომელიც გეტყვის, რომ შენ ეს არ შეგიძლია ან არ გამოგივა. მაგრამ გულში, კარგად რომ ჩაიხედავ, შეიძლება პატარა ჩურჩულიც კი საკმარისი იყოს იმისთვის, რომ დაიჯერო. დაიჯერო საკუთარი თავის, დაიჯერო, რომ ყველაფერი შეგიძლია, უბრალოდ შიში გაიძულებს სხვაგან გაიხედო და მოწყდე იმ სილამაზეს, რომელიც შენს ირგვლივ არის. შეიძლება ახლა ამ კადრებს უყურებ და მე ისეთივე პატარა ვჩანვარ, როგორც წლების წინ პატარა ნაქირავებ ოთახში მარტო ლეპტოპთან მჯდარი გიორგისთვის ფელიქსი ჩანდა. ხო და ჩათვალე, რომ ეს ყველაფერი შენთვის კეთდება, ეს ყველაფერი შენთვის ხდება, შენი ოცნებებისთვის, შენი მიზნებისთვის, იმისთვის, რომ დაიჯერო, რომ ყველაფერი შეგიძლია და ამისთვის ფრთები არ გჭირდება, არც პარაშუტი. ამისთვის უბრალოდ გჭირდება, რომ საკუთარ თავს ენდო და გჯეროდეს, რომ რასაც აკეთებ, სწორია, თუნდაც ძალიან გეშინოდეს. სიმბოლურია, რომ რაც არ უნდა მაღლა ახვიდე, ყველაფრის კულმინაცია მაინც მიწაზე დაშვება. იქ დაბრუნება, სადაც შენიანები გელოდებიან. მეც შენიანი ვარ და მეც ერთ-ერთ მათგანად მიგული. ჩვენ ეს შევძელი. ვიდიდით. მოლბლანის თავზე უჰაერობიდან გადმოვხდით და ჩვენ ეს შევძელი. მადლობა ღმერთს. და მადლობა თქვენ. და მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ ყველაფერში იყო ჩართული. პარტნიორებს გრეგს და კარინს და თქვენ მეგობრებო, რომლებიც მიწერთ ჩემს არხს, აფოლოვებთ, მომყვებით და ესეთი რაღაცების გაკეთების мотивაციას მაძლევთ. 6000-დან Halo ნახტომი შესრულებულია და რა იქნება შემდეგი?
Congratulations! What a jump! It's amazing. I'm so proud of you. Congrats, bro. You deal good with stress, huh? Come on, Joe! Let's go! მე მგონი შესრულდა დანაპირები პირველი ქართველი რომელმაც პარაშუტით ჰეილო ჯამპი გააკეთა. ელოდებით შემდეგს. რა მეტის ენეტი ხوار სეზონის ხოლო პარაკოთი. პატრაკე. ეგ ხარი. ჩიგარი ხარ ძმა. კარატე. პინი მოი. Tu sais, mon gros, on a les hormones, hein. On a une pince. Hein. Simon Tromonale. Que pasa? I can speak French. Yeah, tu sei Tromonale. You want to eat French fries? Yeah, so. Bless you, Guram. Hola, Tiash. Hola.